დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც კვლევებით დადასტურებულ რისკებს შეიცავს და სახელმწიფოს გონივრული სიფრთხილე. ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესები, მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა უპირველესია. მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს. ნაწილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან დაჩქარებული ავტორიზაციით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატებზე კვლევები გრძელდება. ეგზონის ამოგდება, ეგრეთ წოდებული ეგზონ სკიპინგი. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორი ამოცემულობა. ემა არც ერთს არ აქვს ერთის გამოკლებით, ერთს ჰქონდა. მინიჭებული მე უარი ითქვა. ძირითადი მიზეზი იმხანად, 2018 წელს არის ეს მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ არც ერთ ამ ეგზონის სკიპინგზე არ არის შეტანილი განაცხადი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, ეს არის მიზეზი. კერძოდ კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ესე იგი ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იგივე. ემა არა აქვს, მაგრამ აი FDA აქვს მინიჭებული ამ ეგზონ სკიპინგებს, მაგრამ ნახეთ, აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი. ეს დაჩქარებული წესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს, ვთქვით, რომ ამის შემდეგ ამ ავტორიზაციის შემდეგ უნდა კვლევები როგორ იცით, აი კვლევები ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა. ეგზონ სკიპინგი იგივე ეგზონების თერაპიის მეთოდი უჯრედს ეხმარება გამოტოვოს დისტროფინის გენის დაზიანებული ნაწილი, რათა ორგანიზმმა შეძლოს ფუნქციური ცილის გამომუშავება. მეთოდი, რომლის დროსაც რამდენიმე მედიკამენტი გამოიყენება ცხოველებზე დაკვირვების ეტაპზეა. ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ მკვლევარებმა სპეციალურად შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირთაგვას ახალი ლაბორატორიული მოდელი, რომელზეც ცდები ტარდება. ექსპერიმენტის მიხედვით აკვირდებიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მსგავსი დაავადების განვითარებას, მათ შორის როგორ ზიანდება კუნთები და გული, რატომ არის დაავადება ზოგ შემთხვევაში უფრო მსუბუქი და როგორ შეეცნება მისი მკურნალობა. ამ კვლევაში გუნდმა შექმნა DMD დელტა 45 ვირთხის ახალი მოდელი, რომელიც ატარებდა ეგზონ 45-ის მიზანმიმართულ წაშლას. ეს მუტაცია წარმოქმნის ჩარჩოს მიღმა ტრანსკრიპტს და წყვეტს დისტროფინის ექსპრესიას ჩონჩხის და გულის კუნთებში სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. ჰისტოლოგიურმა ანალიზებმა გამოავლინა კლასიკური დისტროფიული მახასიათებლები, როგორიცაა ბოჭკოების დეგენერაცია და ფიბროზი, ხოლო ქცევითი ტესტების ერთობლიობამ გამოავლინა კოგნიტური შესაძლებლობების დეფიციტი. თუმცა DMD დელტა 45 ვირთხებმა აჩვენეს უფრო მსუბუქი ფენოტიპი, სხვა ვირთხის მოდელებთან შედარებით. უფრო დეტალური შესწავლით დადგინდა, რომ ზოგიერთ ტრანსკრიპტს ბუნებრივად გამორჩა ეგზონ 44, ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც სპონტანური ეგზონის გამოტოვება. ეგზონის ეს გამოტოვება აღადგენს დარღვეულ კითხვას, ჩარჩოს და საშუალებას, იძლევა წარმოქმნას შემოკლებული, მაგრამ ნაწილობრივ ფუნქციონალური დისტროფიის ეს ექსპრესია ხსნის ამ მოდელში დაფიქსირებულ შუალედურ სიმძიმეს. დიუშენის სინდრომის დაკვირვებისთვის შექმნილ ვირთაგვებზე დასრულებული კვლევის შემდეგ გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა პრეპარატები, რომელსაც ეგზონ სკიპინგის დროს იყენებენ. კვლევების საბოლოო დასრულებისა და მარეგულირებლის აღიარების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი მედიკოსები. ექიმები იმ მრავალწლიან ეტაპებს განმარტავენ, რომელსაც წამალი კვლევების დროს გადის. პროფესორი ალიოშა ბაკურიძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტულ სტადიაზე მყოფი პრეპარატების პრაქტიკაში გამოყენება წარუმატებლობის მაღალი რისკის შემცველია. უსაფრთხოება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, როდესაც წამალზე ვილაპარაკობთ და მის რეგისტრაციაზე ვსაუბრობთ. როდესაც საუბარია ახალი წამალი კანდიდატის დანერგვაზე სამედიცინო პრაქტიკაში, მან აუცილებლად უნდა გაიაროს კვლევების სამი ეტაპი. კლინიკამდელი კვლევებიდან კლინიკურ კვლევებზე გადადის მხოლოდ და მხოლოდ 10%. გამოსაცდელი პრეპარატების რაოდენობის 10%. რაც შეეხება კლინიკურ კვლევას გადის პრეპარატი და ვთქვათ, რომ ეს იქნება ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი, ამის თქმა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც აქ წარუმატებლობის ძალიან დიდი რისკი არსებობს და ის 90% შეადგენს. ასე რომ მანამ სანამ პრეპარატი არ იქნება მარეგულირებლის მიერ აღიარებული, ჯობია რომ თავის შევიკავოთ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გენეტიკურ დაავადებას სრულად განკურნავს, მეცნიერებს ამ დრომდე არ შეუქმნიათ. მედიკამენტები კი, რომლის საქართველოში შემოტანასაც ბავშვების მშობლები ითხოვენ, უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. კონკრეტული წამლების გამოყენების შემდეგ დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევებიც. პრეპარატების დიდი ნაწილის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები.